თალგამი. იყო და არა იყო რა. იყო ერთი პაპა და ათესა პაპამ ბოსტანში თალგამი. გაიზარდა თალგამი დიდი, უზარმაზარი. მოვიდა პაპა, ჩაეჭიდა თალგამს და დაუწყო ამოღება. ქაჩავს, ეკაჩება, მაგრამ ვერ ამოაქვს. დაუძახა პაპამ ბებიას. ბებია პაპას ჩაეჭიდა, პაპა თალგამს. ქაჩავენ, ეკაჩებიან, მაგრამ ვერ ამოაქვთ. დაუძახა ბებიამ შვილიშვილს. შვილიშვილი ბებიას ჩაეჭიდა, ბებია პაპას, პაპა თალგამს. ქაჩავენ, ეკაჩებიან, მაგრამ ვერ ამოაქვთ. დაუძახა შვილიშვილმა ფინია ძაღლს. ფინია შვილიშვილს ჩაეჭიდა, შვილიშვილი ბებიას, ბებია პაპას, პაპა თალგამს. ქაჩავენ, ეკაჩებიან, მაგრამ მაინც ვერ ამოაქვთ. დაუძახა ფინიამ კატას. კატა ფინიას ჩაეჭიდა, ფინია შვილიშვილს, შვილიშვილი ბებიას, ბებია პაპას, პაპა თალგამს. ქაჩავენ, ეკაჩებიან, მაინც ვერ ამოაქვთ. ბოლოს კატამ თაგვს დაუძახა. თაგვი კატას ჩაეჭიდა, კატა ფინიას, ფინია შვილიშვილს, შვილიშვილი ბებიას, ბებია პაპას, პაპა თალგამს. ქაჩეს ეკაჩნენ და ამოვარდა თალგამი. ამ ზღაპრის მთავარი აზრი ისაა, რომ ხანდახან საქმის დასასრულებლად სწორედ ის პატარა თაგვი, ანუ მცირე დახმარება, ხდება გადამწყვეტი. გამოიწერეთ არხი მეტი ზღაპრული სამყაროსთვის და გააქტიურეთ ზარის ღილაკი.